ზესთან ერთად. რადიო იმედის სტილის ეთერშია მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი. დილამშვიდობისა საქართველო, მოგესალმებით კვლავ დიდი სიამოვნებით. როგორც ყოველ ორშაბათს, დღეს ჩვენ აქ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ გავარკვიოთ, როგორი ასტროლოგიური კვირა გვექნება თითოეულ ნიშანს და ასევე გვისმენთ და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედიჯი, MyVideoჯი, მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე და რადიო იმედის Facebook გვერდზე. ვიდრე ბატონ მიხეილს გადავცემთ სიტყვას, გეტყვით რომ ყურადღებით უნდა ვიყოთ, ვიდრე გამოვალთ სახლიდან, აუცილებელია ვნახოთ და გადავამოწმოთ გაზის ონკანი დაკეტილია თუ არა, სიფრთხილეს თავი არ ტკივა. თბილისი ენერჯი გვაფრთხილებს, რომ ბინაში ან კომერციულ ფარჩი გაზის დანადგარებისა და შიდაქსელების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ბინის მეპატრონია. ნუ გააქირავებ, ვიდრე არ დარწმუნდები, რომ სახლი უსაფრთხოა. იმედი მაქვს, და უნდა შენ გადაკეტე გაზი, როდესაც გამოხვედი დილის 7 საათზე. და ისე გამოვედი, თუმცა საინტერესოა, გვიწყობს თუ არა ხელს ამხრივ, რომ აი ეს ყოფითი პრობლემებს რამე ხომ არ ართულებს დღევანდელ დღეს. დილამშვიდობისა, ახალი მოგესალმებით, დღეს სამი კუროს გადაცემა დაიწყო, ასე უწოდეთ ნებას. მეოთხე კუროს გაყავს ესე უნდა დავარქვათ, სამი კუროს გადაცემა რაღაც ამდაგვარი. შემოგარგებო, ესე იგი დღეს მით უმეტეს ძალიან აქტუალურია ეს თემა, იმიტომ რომ დღეს ახალმთვარეობა მოიხსენებოდა ახალმთვარეობაზე რაღაც მოულოდნელობების ტენდენცია ძალიან მაღალია. მით უმეტეს პიკი გვაქვს 13 საათზე და 27 წუთზე, მაგრამ მთელი დღე რასუკვირია მოქმედებს იგი გეომაგნიტური დღე აქედან გამომდინარე და ახალმთვარეობაზე სხვადასხვათან ახალმთვარეობა ნიშნავს რას მზის და მთვარის ენერგიების შეერთებას მორიელის ზოდიაქოს ნიშანში. ამიტომ საკმაოდ რთულია, მძიმეა იმ კუთხით, რომ ჯანმრთელობაზე შეიძლება მოახდინოს ზეგავლენა. აქ გაითვალისწინეთ, რომ საროსკიპოები იკეთებოდა აღმოსავლეთის ქვეყნებში ყოველთვის, როცა ხდებოდა აი ესეთ შეერთება მზის და მთვარისა მორიელის ზოდიაქოში. იმიტომ ვენერიული დაავადებების ალბათობა მატულობს, შარსაცქეცო სისტემა სუსტდება. პლუს ამას გავითვალისწინოთ, რომ ეს არის პერიოდი, როდესაც აგრესია, დეპრესია მატულობს ადამიანებში, ცუნებების, შეცდომების დაშვების ალბათობა, მიდრეკილება, ალკოჰოლური სასმელების და ნარკოტიკული ნაერთებისადმი 1-2-რად მატულობს. ასე დღეს და ტრადიციულად გავითვალისწინოთ ტრავმულ-ავარული ტენდენციები, ტვინი ცოტა ცუდად მუშაობს ადამიანებს ზედმეტი ემოციების ფონზე. რის გამოც შეიძლება შეცდომები დაუშვან ადამიანებმა ელემენტარული, ხო? ამიტომ არავითარი საქმეების გარჩევა, ხელშეკრულებების დადება, არავითარი მოლაპარაკებები, ახალი საქმის დაწყება, ამისთვის ეს დღე არ ვარგა. ამ დღეს ქართველები მაგალითად ღვინოს არ წურავდნენ, არასოდეს. ამ დღეს მაგალითად არასდროს არ იყო რაღაც მნიშვნელოვანი მოგზაურობის დაწყება. ეს იცოდნენ ჩვენ ეს კანონები და წესები, რომელიც არის, რომ ახალ მთვარეზე ჯობია შვიდად გაიო. წყალსაც არ უსხავდნენ ზედმეტად გლეხები მცენარეს, იმიტომ რომ ადვიათ ელპებოდა ძირი. ესეც იცოდნენ, იმიტომ რომ ეს არის ეგწოდებული სატანური დღე, ცდუნებების დღე. დღევანდელი დღე გავიაროთ თხილად, წინდახედულად, მეტი სიყვარულით, მეტი სიკეთისკეთებით, ოპტიმისტური განწყობით, ხელოვნებასთან ურთიერთობა, იუმორთან ურთიერთობა, კი ბატონო, ეს ყველაფერი ძალიან კარგია და თუ მანავის დასახით რაღაც ახალი იდეა, მაგრამ არ დაიწყოთ მის რეალიზაცია ხვალამდე. ამიტომ დღევანდელი დღე გავიაროთ ცოტა წინდახედულად, დღეს წყენის ტენდენცია მოიმატებს, გაბუტვის ტენდენცია მოიმატებს, სარკასტული გამოთქმების ტენდენცია, ზედმეტი პირდაპირობა, უხეშობა, აგრესიასთან ერთად გაზლიერდება და ცხადია ჩვენობას უფრო საკმაოდ მაღალი იქნება. ამიტომ ეს ის ტენდენციები, რომელსაც ჭირდება ყურადღება, რომ ამან რაიმე კონფლიქტური სიტუაცია არ შექმნას ჩვენს ირგვლივ. ეხლა ამასთან ერთად მოდით დავუშვათ, რომ ჩვენ გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე. ეს არის ესე იგი დღეს, ხვალ, ზეგ და ასევე პარასკევს. აი ეს გეომაგნიტური დღეები ნიშნავს, რომ ვისაც აქვს პრობლემები გულსიძარღვან სისტემასთან, ნერვულ სისტემასთან და ამ დღეებში თუ გზნობთ რაღაც უგუნებობა, თავის ტკივილი, სხვა დისკომფორტული მომენტები გაწუხებთ, აუცილებლად წნევას პირველში მიაქცეთ ყურადღება, იმიტომ რომ წნევის ცვალებადობის ტენდენცია მაღალი. ამ კვირაში იქნება მათ შორის წვიმიანი დღეები და ეს ყველაფერი ცვლილებები ტემპერატურის იქნება ძალიან მაღალი, დაახლოებით 5-6 გრადუსის ცვლილებები იქნება ახლა რამდენიმე დღეში და ეს ძალიან მოქმედებს მეტეო დაუნკიდებულ ადამიანებზე. ამიტომ გაიზომეთ და შესაბამისი პროფილაქტიკა ზომები მიიღეთ იმისთვის, რომ შედარებით შვიდად იგრძნოთ თავი, წამლები და ასე შემდგომ. ეხლა რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, ხვალ მინდა ასევე ცოტა ყურადღებით იყოთ ელექტრომოწყობილობების მიმართ. მოკლედ ჩართვა, ან სხვა სახის პრობლემა შეიძლება ეჩინონ თავი. და დღეს რასაკვირველია, ნაწილობრივ ხვალაც აი გაზის სისტემები კი ეთხოვენ ყურადღებას, იმიტომ რომ ყველა სახის ელექტროგაზ მოწყობილობების არევის ან მათი ვთქვათ გამოსვლის სამუშაო რეჟიმიდან გამოსვლის ტენდენცია მაღალია. ამიტომ ეს არ ნიშნავს, რომ ყველას რაღაცა პრობლემა არა, მაგრამ ტენდენცია არის, ესე იგი ყველანი უნდა იყოს ცოტა მეტად ყურადღებით ვიდრე სხვა დროს. ყოველთვის გვინდა ეს ყურადღება, მაგრამ აი ეს ორი დღე განსაკუთრებით ამ ხრივ პრობლემურია. ეხლა მოდი ავუშვათ კიდევ ერთი მოვლენა, რომელიც ესე იგი ერთი მოდით დავახასიათოთ მოკლედ კვირა.
დღეს არის ყველაზე რთული დღე, დარჩენილი დღეები კარგია. დედამიწა უკვე ხვალიდან გადადის პოზიტიურ ენერგოველში, ამიტომ ყველა შედარებით უკეთ იგრძნობს თავს. ენერგოტონუსიც მოემატებს, ურთიერთგაგება მოემატებს, პრობლემების გადაწყვეტა უფრო ადვილად შესაძლებელი იქნება, ამიტომ ხვალიდან თუ თქვენ გაქვთ რაღაცა დაგეგმილი, მნიშვნელოვანი ჯობია ხვალიდან. დღევანდელი დღე გაატარეთ შვიდ და წყნარად, ხვალიდან უკვე დაიწყეთ აქტიური მოქმედება კვირის ბოლომდე. ეხლა დღეს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა და ჩვენი სამი კურორტისთვის მეტად სასიხარულო, მოდი ასე ვთქვათ, ხო? დღეს თეთრი მთვარე სელენამ ფარველ ანგელოზი გადადის კურორტ ზოდიაქოში 7 თვით, დაახლოებით 13 ივნისამდე 2024 წლისა. ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი, იმიტომ რომ იქ მას ელოდება იუპიტერი, გამარჯვების მმართველი პლანეტა და ურანი, მოულოდნელობის მმართველი პლანეტა. ამიტომ წინ ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო სასიკეთო, უმრავლეს შემთხვევაში მოულოდნელობები კურორტის პირველ რიგში, მთავარი ფავორიტი ხდება სადღაც შუა ივნისამდე ეს ნიშანი, ზოდიაქოს ნიშნები და ყველა სფეროში წარმატების ფაქტორი 1-2 მოიმატებს და აღნიშნოთ რომ ეს ის პერიოდი, როდესაც გაუმჯობესდება დაუშვათ სამშენებლო სექტორი, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული სისტემების მუშაობა, სავაჭრო სფერო, გაზრდილია იგივე დაუშვათ აგრობიზნესი, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, ვინ ჩართულია დიზაინის, არქიტექტურის სფეროში, ხელოვნების ფართო სპექტრში, მათაც მიეცემათ საშუალება რომ მეტად მოიზიდონ ფინანსები, გაუმჯობესონ შესაძლებლობები, მოემატებს საზოგადოებაში ერთგულების ფაქტორი, სტაბილურობისადმი მიდრეკილება, დაუშვათ პრობლემების გადაწყვეტა, მეტად მოლაპარაკებების გზით და მოქმედება პრინციპით აჯერ გაზომე ერთხელ გაჭერი სიფრთხილე და თვისებები წამოდის თვისებები მოდის წინა პლანზე, რაც ხელს უწყობს ასევე ფარველ ანგელოზის გაზრდიერებას. ანუ ვინც ამ თვისებებს გამოავლენს, ის აღძლიერებს საკუთარ ფარველ ანგელოზს და თვითონ და დაგვემსგავსონ ბატონო მიხეილ. ხო, ამ შემთხვევაში ხო, ჩვენ წარმატება გარანტირებული. ხო, ვემსგავსებით, მაგრამ აი მე როცა 13 ივნისი და 24 წლისა თეთრი მთვარე გადავა ტყუპებში, ყველა ჩვენ მათ შორის კურორტის მოგიხდება ტყუპებისებრ კომუნიკაბელურობის, გონებამახვილობის და აქტიური პოზიციების დაკავება. ანუ იქ შეიძლება პარიტეტი. ეხლა ასეთია. და ყველა უნდა აი ამას დაექვემდება, რომ თუ უნდა რომ წარმატებული იყოს. ეხლა რა შეეხება იმას, თუ რა ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს უახლოესი პერიოდის განმავლობაში და ამ კვირის განმავლობაში და რა ტენდენციებია ესე იგი ამასთან დაკავშირებული. ვერძი პირველი, რადგან დღევანდელ დღეზე ვისაუბრეთ, კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, ყველა 12-ვე ნიშანს ეხება ეს. კარგი ამისთვის ცუდია დღევანდელი დღე გაიაროს თხილად და წმინდა ხედავთ არაფერი მნიშვნელოვანი დღეს არ დავგეგმო და არ განვახორციელო. დაგეგმა კიდე შეიძლება, მაგრამ განხორციელება არა. ვერძი, ერგოტონუსი ვერსთან ნელ-ნელა უმჯობესდება და ამას უკვე ხვალიდან ზეგიდან შეიტყობს, იგრძნობს ეს ნიშანი, რომ ნაკლებად ეღლება შრომისუნარიანობა, მატულობს შესაძლებლობები უმჯობესდება და რასთავარია პარტნიორული თანამშრომლობაც უმჯობესდება. ეს ის პერიოდი, როცა შეიძლება მოაგვაროს ზოგიერთი საკითხები, თუ იყო რაღაცა პრობლემები, მათი საკამათო პრობლემების მოგვარების ტენდენციას მოიმატებს, მაგრამ პარიტეტი ისევ რჩება ის ენაზე კბილის დაჭერა. ამ კვირაშიც არავითარი წინ და წინ გათქვა თქვენი იდეებისა, სურვილებისა, რათა სხვებმა ეს არ გამოიყენონ, თვალისწინეთ და ამ პერიოდში უკვე შესაძლებელი იქნება ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, სწორი გადალაგება თქვენი დაუშვათ ინტერესების და პრიორიტეტებისა და ხელს უწყობს უკვე ზოგიერთი ახალი საინტერესო იდეის რეალიზაციას და მის პრაქტიკულ განხორციელებასაც კი. მათ შორის შეიძლება უკვე გამოყენებულ იქნას საერთო ფინანსები თქვენი და პარტნიორის მაგალითად, ხო? და ჩაიდოს ძალიან მნიშვნელოვანი ბიზნეს პროექტი. ოღონდ ეს ყველაფერი ხვალიდან და არა დღეს. რაც შეეხება კურორტს, კურორტს უკვე მთავარი ფავორიტია დღესაც, მაინც ცოტა ყურადღებით უნდა იყოს ეს ნიშანი. და არაფერი მნიშვნელოვანი განსაკუთრებული დღეს არ დაგეგმო და ჯანმრთელობასაც სათანადო ყურადღება ჭირდება, მაგრამ ხვალიდან უკვე შეგვიძლია ძალიან აქტიური მოქმედება, იმიტომ რომ კურო აქ ხდება ცოტა სხვანაირი. ანუ მცირდება მასში სიჯიუტენ სიხისტე რაც ქონდა ზედმეტი პირდაპირობა და სამაგეროდ მატულობს უკვე ხვალიდან მასში დიპლომატიურობა, მატულობს კომპრომისის მიღწევის უნარი, მათ შორის მშვიდობიანობის გზით. აი ეს ხელს შეუწყობს ურთიერთგაგების დასს, გინდათ კოლეგებთან, გინდათ ხელმძღვანელებთან, გინდათ პარტნიორებთან, რაც ერთ-ორად ზრდის მის ავტორიტეტს. ამიტომ შესაძლებლობები ზოგიერთი საკითხის მოგვარებისა, საკამათო სიტუაციის დალაგებისა და სხვა სასიკეთო ცვლილებებისა კურორტს უდაოს აქვს ამ პერიოდში. პარტნიორული თანამშრომლობა უფრო მაღალ დონეზეა, რაც ხელს შეუწყობს ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობითაც კი სერიოზული წარმატებების მიღწევას. რაც შეეხება ტყუპებს, ტყუპები დალაგდება, როგორც იქნება, დალაგდება ხვალიდან უკვე ნელ-ნელა ამიტომ ძალიან არეული იყო ეს ნიშანი, ის არ იცოდა რა უნდა და ეხლა ნელ-ნელა უკვე იგრძნობს, რომ სხვა სიტუაცია სხვანაირი ხდება, უფრო მეტად, ასე ვთქვათ, საგლოგიკური აზროვნება ემატება, მისი მოქმედება უფრო მეტად ლოგიკური ხდება და ასე ვთქვათ, ის ქაოსი, რომელიც ქონდა მას გონებაში და ცხოვრებაში, ქაოსი ნელ-ნელა ლაგდება. უფრო მეტიც ხდება უფრო ორგანიზებული, უფრო დისციპლინირებული, უფრო მეტად აქცევს ყურადღებას დაუშვათ წესრიგის მომენტებს, პუნქტუალურობის მომენტებს, პასუხისმგებლობა მატულობს მასში
ეს აძლევს საშუალებას იმისა, რომ მეტად ურთიერთგაგების ფონზე გაუმჯობესოს ურთიერთობები პარტნიორებთან, ხელმძღვანელებთან, ოჯახის წევრებთან, ანუ უკვე რეალურად იცის რა უნდა და აი ეს რაც იცის, არის ლოგიკური მსჯელობის შედეგი და არა რაღაც ქაოსის. რაც აძლევს საშუალებას ნელ-ნელა უკვე იდეების სწორ რეალიზაციისა, საკუთარი ადგილის დამკვიდრებისა, რო იტყვიან სოციუმში და სხვა წარმატებებისა. ამიტომ ნელ-ნელა უმჯობესდება მისი ჯანმრთელობაც. რაც შეეხება კერჩხებს, ნუ კვლავ ერთ-ერთი ფავორიტი არის კერჩხები, რაც უკვე ამ კვერისა და რო ენერგოტონუსი, შარმე, მიზიდულობა ამ ნიშანს საკმაოდ მაღალი აქვს, უბრალოდ დღეს იყოს ფრთხილად, იმიტომ რომ გახსოვს ჩვენ რომ ახალ თვარეობაზე კერჩხები ყველაზე მეტად რეაგირებს და ყველაზე მეტად ხასიათცვალებადი ხდება და გაღიზიანებული. ამიტომ დღევანდელი დღის გამოკლებით დანარჩენი კვირის დღეები უნდა აქტიურად გამლოს ამ ნიშანს, იმიტომ რომ წარმატების ფაქტორები უდავოდ აქვს. კონკურსებში, ლატარებში მონაწილეობა შეიძლება წარმატებული აღმოჩნდეს მისთვის, როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი, ძალიან კარგად წარმოაჩენს მონაცემებს, უფრო მეტიც მოაწონებს თავს ხელმძღვანელ პირებს. მათი მხრიდან თანადგომის ტენდენცია ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მათ შორის პროფესიონალური განვითარებისთვის. აუმჯობესებს ურთიერთობებს საკმაოდ შორის შვილებთან, აუმჯობესებს ურთიერთობებს სასწავლო პარტნიორებთან. ზოგიერთი ახალგაზრდა კეჩხები შეიძლება აღმოჩნდეს ახალ რომანტიკულ ურთიერთობებში ჩართulis ქორწინებისთვის საკმაოდ კარგი კვირა აღოთ ხვალიდან. და აქედან გამომდინარე შესაძლებლობები ამ ნიშანს აქვს საკმაოდ მაღალი. ამიტომ ვიაქტიურებთ. რაც შეეხება ლომს, ლომი რასაკვირველია უკვე ნელ-ნელა დაიწყებს გამოცოცხლებას. ხვალიდან უკვე ლომთა უმრავლესობა იგრძნობს ენერგოტონუსი, მატულობს ის საკამათო საკითხები, რომელიც იყო და პრობლემები ნელ-ნელა ლაგდება და თავის ასე ვთქვათ წესრიგში მოყავთ ეს ყოველივე დახმარებას იღებს უკვე აქ. რატო? ურთიერთგაგება მასსა და მაგალითად რაც ნაკლებად იყო ნაცსავებს შორის, ახლობლებს შორის კიდევ მეტად უმჯობესდება. აქ შეიძლება ამიტომ ნაცსავთა თანადგომა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი და დროული. და რაც თავარია იგი უკეთ აკონტროლებს სიტუაციას მის ირგვლივ, რაც ხშირად გაექცეოდა ხოლმე წინა ორი კვირის განმავლობაში და ხშირად არ იცოდა რა ხდებოდა ზურგს უკან. აი ახლა უკვე ამის კონტროლის უნარი აქვს. ნელ-ნელა მატულობს ენერგია, უმჯობესდება ჯანმრთელობა, იმუნიტეტი მატულობს, რაც ხელს უწყობს თანდათან საინტერესო უკვე მისი პროექტების განხორციელებას, მისი შარმის, ლიდერული თვისებების წინა პლანზე წარმოჩენას და ნელ-ნელა განვითარებას. რაღაც წელს ნიშნები რასკვლელს გზნობენ, რომ მზე ნელ-ნელა უახლოვდება მშილდოსნის ზოდიაქოს. ხო, ეს ნიშნავს იმას, რომ წელს სტიქიის ნიშნები ნელ-ნელა ძლიერდებიან და უმჯობესებენ თავის გუმარებას. და ამ ტენდენციებს ეხლა გრძნობენ. ეს არ შეავს, რომ ჯერ კარგ ფორმაში იქნება ლომი, არა, მაგრამ გრძნობს, რომ მიდის უკვე აქეთ. საქმე. ქალწული ძალიან აქტიური, ენერგიული ინიციატივიანია, ფრიად კარგი შანსები აქვს წარმატებისა. თუმცა ხვალიდან ეს ყველაფერი და რაც თავარია, კარგი პერიოდია ახალი საინტერესო ინფორმაციის მისაღებად, ახალი პარტნიორული თანამშრომლობის ჩამოსაღებად. პერიოდი კარგია სწავლისთვის, განათლებისთვის, ასევე მრავალფეროვანი კონტაქტები, შეხვედრები, მოლაპარაკებები, მგზავრობა, მოგზაურობა, კონტაქტები მათ შორის უცხოელებთან, ყველაფერი იქნება ფრიად სასკედულად წარმატებული. ამიტომ ხვალიდან ქალწულებო, თქვენი შრომის უნარიანობა, ნებისყოფა, მოთმინება, შეუპოვრობა სრულად უნდა გამოავლინოთ, იმიტომ რომ ეს გაძლევთ მატერიალურ დივიდენდებს, ეს გაძლევთ ახალ პერსპექტივებს, მათ შორის კარიული განვითარების კუთხით. რაც იქნება ძალიან დიდი წარმატების მომტანი. ამიტომ კვირა მთლიანობაში კარგია. სასწორი გამოსოცხლდება ნელ-ნელა, იმიტომ რომ ფინანსური პრობლემები, რომელიც ჰქონდა მას განსაკუთრებით წინა ორი კვირის განმავლობაში, აი ახლა ეს პრობლემები ლაგდება, წესრიგდება. აქ მაგალითად შეიძლება უკვე საკამათო ფინანსური საკითხების მეტად შვიდ ვითარებაში გარკვევა, დალაგება, მოწესრიგება, პრომეტი ძველი საქმეებიდან შეიძლება ახლა მატერიალური დივიდენდებიც კი მიიღონ, ან ჩაერთონ ისეთ საქმეებში, რომელიც ასევე შემდგომი ფინანსური წარმატების ფაქტორები იქნებიან. აქ მოდი ამშვეთ, რომ შეიძლება ბონუსები მიიღონ, ან პრემიები სამსახურში. რაც ფინანსურ მდგომარეობას გაუმჯობესებს მათ, ამიტომ ნელ-ნელა ეს ნიშანი სტაბილურდება. ნელ-ნელა უკვე ხვალიდან იგრძნობს, რომ უმჯობესდება ენერგოტონუსი, ნაკლებად იღლება და უფრო მეტად უბრუნდება თავის, ასე ვთქვათ, იერსახეს, რაც უფრო მეტად გაზრდის მისადმი ინტერესს საზოგადოების მხრიდან. რაც შეეხება მორიელს, რაც უკვე მთავარი ფავორიტი, მორიელს ჭირდება აქ მაქსიმალური ძალისხმევა, იმიტომ რომ ამის შემდეგ კვირიდან უკვე მზე დატოვებს მორიელის ზოდიაქოს. ამიტომ ეხლა მას კიდევ ჭირდება აქტიური ძალისხმევა ხვალიდან. მთელი ძალისხმევა მიმართეთ იდეების პროექტების რეალიზაციაზე. როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი ძალიან კარგად წარმოაჩენს თავის მონაცემებს, ხდება გაცილებით სამართლიანი, ნაკლებად აგრესიული უკვე ხვალიდან უგონეს ხდება და ჯანმრთელობა ხელს უწყობს ძალიან დიდი შრომის უნარიანობის გამოვლენას. მორიელს ახლა ჭირდება ძალიან ცოტა ხრი ძილი. 3-4 საათი ეყოფა, იმიტომ რომ სწრაფად ხდება ორგანიზმში დახარჯული ენერგიის აღდგენა. ამიტომ შანსები წარმატებისა, გინდათ ბიზნეს სფეროში, გინდათ პირადი ურთიერთობების, გინდ საქმიან პარტნიორებთან დალაგებისა თუ იქ იყო რაღაც საკამათო
სიტუაციები, აი ეს ყველაფერი აქ ერთიურად მატლობს. თან ინტუიცია გზემზარდი, რაც ხელსხობს სწორი არჩევანის გაკეთებას. ამიტომ მორიელისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, რომელიც უნდა მაქსიმალურად გამოიყენოს. რაც შეეხება მშვილოსნებს, აი ნელ-ნელა გამოცუცხდებიან მშვილოსნებს ყველაფერი ჩქარებათ ეხლა უნდათ უცებ, მაგრამ ნელ-ნელა კიდევ ერთხელ ხაზს უსვა ამ სიტყვას. დღეს არა, ხვალიდან ნელ-ნელა მშვილოსნები იგრძნობენ, რომ ნაკლები დრო ჭირდება ძილისთვის, უფრო აქტიურები ხდებიან, უფრო მეტია მატულობს შრომის უნარიანობა ყოველ დღე. რატო? იმიტომ რომ ზე ნელ-ნელა უახლოვდება მათ ზოდიაქოს ნიშანს 22-ში, იგი უკვე გადავა მშვილოსანში. ამიტომ ისინი გრძნობენ ამ უახლოებას, ფსიქოემოციურადაც უფრო სტაბილურდებიან. აქ ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტის შესაძლებლობა მიეცემათ, რასაც ვერ წყვეტდნენ წინა 2 კვირის განმავლობაში, ამიტომ ნელ-ნელა მიდიან გაუმჯობესებისკენ სიტუაციისა მათ ცხოვრებაში. მაგრამ ჯერ უნდა ახსოვდეთ, რომ კიდევ ამ კვირაში ფაული მტრეები, ჭორები, ინტრიგები მათ ზურს უკან კი ჯერ კიდევ აქტიურ მდგომარეობაში არიან. ამიტომ აკონტროლეთ რა ხდება თქვენ ზურს უკან. მაგრამ ის, რომ უკვე თქვენ იგრძნობთ გარდატეხას სასიკეთოს ცვლილებებისადმი, ეს უდავოა. რაც შეეხება თხის ქას, თხის ქა საკმაოდ აქტიურია, ენერგიულია და შრომის უნარიანია. დღევანდელი დღის გამოკლებით მას შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი ზოგიერთ შემთხვევაში მასშტაბური იდეების უკვე რეალიზების დაწყება და თუ იყო რაღაც საკამათო საკითხები, გაუგებრობები მასა და დაუშვათ საქმიან თუნდაც პარტნიორებს შორის, აი ამის დაალაგების დროა. აქ ყველაფერს გაარკვევენ, პრიორიტეტებს დაალაგებენ და ერთობლივად შეუძლიათ თანამშრომლობა პარტნიორებთან თხის ქებს. და რაც თორე ეს არის პერიოდი სიახლეების. შეიძლება დავკეთოთ დაიწყონ ახალი საქმე. ახალი პროექტი, ახალი სამსახური, ახალი იდეა რეალიზაცია და მისი ასე ვთქვათ შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა. ინტერნეტთან რაც შეიძლება მეტი კავშირი, აქედან შეიძლება მოვიდეს საინტერესო ინფორმაცია და საინტერესო ადამიანებიც გაიცნონ. და ამიტომ ეს არის პერიოდი ძალიან საინტერესო სიახლეების კუთხით, სადაც მათ შეუძლიათ არაერთი სიახლე დანერგონ და ამითაც წარმატებულები იყვნენ. რაც შეეხება მერწყულებს, აი მერწყულის ნელ-ნელა ლაგდება. აი ხვალიდან უკვე მერწყულები იგრძნობენ, რომ რაღაც სხვანაირი პრიორიტეტები უჩნდებათ. ისინი გრძნობენ, რომ კონიუნქტურა შეიცვალა, სიტუაცია შეიცვალა, ამიტომ საჭიროა რაღაცების შეცვლა, გეგმებში, იდეებში, შეიძლება ახლებური განვითარების ტენდენციები წარმოაჩინონ წინა პლანზე. ანუ რაღაც ცვლილება საჭირო და მომზადება იმ პერიოდისთვის, რომელიც უკვე 22 რიცხვიდან მათ მისცემს საშუალებას, რომ ეს საინტერესო ახალი ორიგინალური იდეები განახორციელონ მაქსიმალურად. სხვა შორის დიპლომატიურად თუ შეიძლება ისინი კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას მაგალითად ხელმძღვანელ პირებთან, ეს შეიძლება გახდეს წინაპირობა შემდგომი მათი კარიული განვითარებისა, უკვე რომელიც 22 რიცხვის შემდგომ თვალში საცემი გახდება. ამიტომ ეს პერიოდი არის დაალაგების, გეგმების, დასახვის გარკვეულწილად მოსამზადებელი ძალიან საინტერესო შემდგომი წინსვლისა და განვითარებისათვის. და რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშანს, მესამე ნიშანია კეჩქებთან და მორიელთან ერთად, ვინც ყველაზე წარმატებული ამ კვირის განმავლობაში, ამიტომ აქტიური მოქმედება არავით არ მიძინება ახლა, იმიტომ რომ ეს ნიშანი შარმიანია, მიმზიდველია, ძალიან ინტუიციურია და შეუძლია სწორი არჩევნის გაკეთება, შემოქმედებითაც სწორად მუშაობს და კარგად და საუკეთესო დროა რისთვის ხვალიდან უცხოელებთან აქტიური კონტაქტებისთვის, უცხოეთში სტაჟირების გავლა, უცხოეთში სწავლა, უცხოელებთან პარტნიორული თანამშრომლობა, უცხოენების ათვისება. აი მაგალითად თუ იურისპრუდენციაში არიან ჩართულები, ძალიან წარმატებული იქნებიან მედიცინის სფეროში, ძალიან წარმატებულები იქნებიან პოლიტიკურ სფეროშიც კი. ამიტომ შესაძლებლობა იმისა, რომ ოპტიმიზმით აღივსონ და ოპტიმიზმთან ერთად შეძლონ არაერთი იდეის განხორციელება და არაერთი საკითხის მოგვარება ერთიურად მატლობს. ამიტომ ეს კვირა ძალიან აქტიურად უნდა გამოვოთ, იმიტომ რომ შანსი წარმატებისა იქნება მაღალი, ამის შემდეგ კვირა შეიძლება ნაკლებ პერსპექტიული იყოს. ამიტომ ეს კვირა გამოიყენეთ ხვალიდან. ვინც გაფრთხილებულია, შეერაგებულია, ეს ვიცით, ესე იგი დღეს არის ახალი მთვარე და ამიტომ მაქსიმალურად 2:27 წუთზე გავფრთხილდეთ, არ უნდა გადავიდეთ ჭკუიდან, არ უნდა დავხოცოთ ერთმანეთი და ხვალიდან ბევრად უკეთესი მდგომარეობა დადგება და გამოიყენეთ ეს ინფორმაცია სათქმელო თითოეული ნიშნისთვის უკვე ყველა მისით როგორ უნდა იმოქმედოთ, როგორი ტენდენციები ამ კვირაში და ჩვენ კვლავაც ერთი კვირით დაგემშვიდობებით ამ ფორმატში, მომდევნო ორშაბათს ისევ შევხვდებით ერთმანეთს და ისევ ვისაუბრებთ ამ თემებზე. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად.